გინდათ. აი ამ კაცმა შექმნა აი ესეთი ხორცი ფრანგულად. როგორ ქვია? არა, იმენა ფრანგულია რა, სასწაულია. შეხედეთ როგორი გამომცხვარია, როგორი კონსისტენცია. მოუმზადეთ თქვენ საყვარელ მეუღლეებს, დღეს დედის დღეა. ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, ეს არის სასწაული პირშიდება. ხორცი ფრანგულად, აი სანდროსგან. გილოცავთ. ალმები ჩემოსაყო ჩვენ გილოცავთ. ბედნიერები იყავით, გახარებულები იყავით თქვენ მეუღლეებთან და შვილებთან და დედებთან ერთად, ვისაც დედები გყავთ ცოცხალი. დიდხანს გიცოცხლოთ უფალმა. სანდრო, რას მიმზადებ? დღეს მოვამზადოთ ხორცი ფრანგულად. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ყორის ხორცი, რომელსაც ხათუნამ ესე აკურატულად გადააკრა პლასტიკი, იმიტომ რომ დავბეგოთ ეს ხორცი. მაგრამ ფრანგულად კი ქვია ამ ხორცს, მაგრამ ცოტა მეგრული ელემენტებიც უნდა შევულიოთ. და ამას უკვე შემდეგში. ეხა პირველ რიგში ასაკეთებ. პირველ რიგში ეხა ხახვი უნდა მოუბრაწოთ. გასაგებია. და დაგიბრუნდებით. დაბეგვე. სანამ ჩვენი ხახვი მოიბრაწება, თან უნდა ვადევნოთ თვალყური, მაგრამ გვაქვს საკმარისად დრო იმისი, რომ ეს ხორცი უცხოდ დავბეგოთ. ესე იგი საფრანგეთში უნდა მამოგზაურო, სანდრო დღეს? ზუგდიდიდან საფრანგეთში. თუ რატომ? მას გაიგებს ახალში. აი. ყვავილები არ მაჩუქა, მაგრამ სამაგიეროდ ფრანგულ კერძს მიმზადებს. რატო ისე საჩუქარი, არ გაჩუქა. ყვავილებს ძალიან თავხედი ხარ. ისე სანდრო. ისე არა და ასე კაცო. არ ყვავილებს გაჩუქებდა, არც იმას რა ქვია. ვიცა შენ. დაბეგო შენ კარგად კაცო. აი ეს. მარა ის არა ქვია. აი ყვავილები. ერთი ცალი ტიტა ისე 5 ლარი ღირდა რა. ლარი რო ღირდა ხო იცი ყველაფერი. ეხა ყველაფერი 5 ლარი ღირს. აი ენ ხილომეტრის ყვავილი 5 ლარი. მიმოზის ტოტი 5 ლარი. საკუთარ თავსაც არ უყიდი გავბრაზდი და წამოვედი. აი შენ საკუთარი თავისთვის დაგეწენა, მე თუ შეგიძლია. ესე დაუნდობლად უნდა დაბეგო, სანდრო. ესე დაუნდობლად უნდა დაბეგო, რომ ესენი მოკლედ მივიღოთ რბილი მასა. აი, გასაგებია. აი ესე კარგად დაიბეგვა და ნახეთ როგორ გადააქვს. ხო, უკვე გემრიელია. უკვე გემრიელი გახლავთ კენაცვალეთ ვიფასო. შემო ერთადერთო და გარულ მეორები. ესე გავწიოთ. ვიცი. ამას ცოტა ასე დავიდე. ხო, რაღაცა ძალიან ისე. ესე გავანაწილოთ, კარგად ყოფნათ. всё. განაწილდა. განაწილდა? ეხლა ეს შეგიძლია წაიღო გენაცვალე. ხო, მე როგორც ასისტენტი. ასისტენტი ვიფას. აქ დადე. ამაში ხალხი მოძავებს. მობრაცა. ეს დავამარილოთ ეხლა კარგად. რა თქმა უნდა, ვისაც როგორ ვიყავს მარილი. ბევრი არ უნდა. არა, ბევრი არა. არაფერს არ უნდა ბევრი ნამდვილად. ეს არის ბევრი, ეს ცოტა არის. დავამარილოთ და დავაყავოთ შავი პილპილი. პილპილი მიყვარს. პილპილი რო მიყვარს. გარნირიც არ უნდა ამას ისეთი ნოყიერია ხო სანდრო? იცი რა არის, იმაზე რა ქვია, მოყარულზეა რა, დამოკიდებული ხა, ნალუბიწელა როგორ. მე არ მინდა ნოყიერია და გარნირია. ნოყიერია, გარნირი, მაინც და მაინც ხო, გეთახმები რომ არ დავჭირდება. соуსი შეიძლება, გარნირი. соуსი რაღაცა შეიძლება. ეხლა რა შვებით ბატონო ალექსანდრე? ეხლა ზუსტად იმ მომენტზე მოგახსენებთ, რატო არის ფრანგული მეგრული ჩვენი კერძი. ფრანგულ მეგრული? ხო, რა თქმა უნდა, მეგრული აჯიკა უნდა გავუკეთოთ. მშრალი. მშრალი მეგრული აჯიკა, რომელიც ჩემმა საუკეთესო მეგობარმა ბატონმა ზაზამ გამომიგზავნა. ზაზულიმ. ნაკიდან შურაიამ. ზაზულიმ. ხო და ბატონმა მივესალმებით სენაკს. ზაზულის მივესალმებით, რა თქმა უნდა. სამეგრელოს აქედან. დედიკოს და მეუღლის და ძალიკოსი და ყველა მეგრელ ქალბატონს. ჩვენ ახლობელს რა თქმა უნდა. არა ახლობელსაც ჩვენ გამომწერებსაც და რა თქმა უნდა. ყველა სენაკელ და მეგრელ ულამაზეს ქალბატონებს გილოცავთ დედის დღეს. სულ გახარებულები იყავით.
ბევრი აჯიკა და ბევრი გემრიელებები და ბევრი ელარჯი გემზადებინოთ ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა. აი ესე ჩავუშვით ახლა ჩვენი. ეს არის არაჟნით არის და მიყვარს მე ეს. ძალიან შეგვიძლია ცოტა დავიტოვოთ რომ მე კი ბატონო. მაშინ ჩავამატებთ რამეში ვიზარდ. ეხლა რა შვებით ამოურევ ხო? ამოურევთ ამას. დავტოვოთ. ერთგვაროვანი მასა. ხო. ცოტა მარილიც შეგვიძლია წავაყაროთ. აჰა, ოდნა. ციკვი მარილი. ბატონო, ეს მარილი აუცილებელი რიტუალია საერთოდ. ხო. ნებისმიერ კერძში. უკვე მომწონს სანდრო. უხარომატი და სასტაული. აჰა, გასაგებია. აი ეს მასა რაც მოამზადა სანდრო მოხრაკული ხახვი. მაიონეზით და აჯიკით ახლა ამას დავაყაროთ პომიდორით. დავაყაროთ მოსწორეთ. და მოვაწყოთ ლამაზად. პომიდორი. აი ესე ლამაზად გოხდათ. ცოტა თხელები სანდრო ეს. მოიცა, ესე დავაწყოთ რატო? ესე ზემოდან აწყო? ხო, რო კარგად დაეტიოს, მომეცე. აჰა, ესე. გამოვიდა ხოშიანად. აი ესე. დავაწყობთ. და ზემოდან სულგუნი ხო იმასაც გაჩვენებთ. არა, ჯერ არა სულგუნი, ჯერ არა, პომიდორენად ვდებთ. მარტო და სულგუნი მერე. წყალს ხوار გაუშვებს სანდრო. ეს ცოტა წვენს გაუშვებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ისე არა, რომ რაღაცა შემაწუხებლად. აი აქ რაღაცა აქ ამას არ დადო ერთი წვენი აი აქ. ეს თავისი ის არის, ბალახი კი არა და რა ქვია? კუდი? ხო, კუდის ნაკუწი არის. აჰა. კუდის? ხო, უკვე ლამაზია სანდრო. აი ესე მოვაწყობთ მოკლედ ყველას. ეხლა რას ვაკეთებთ? ეს პომიდორები და მაიონეზიანი მასა მოეწყო ახლა ამ ჩვენი მას დაბეგულ ხორცს და 200 გრადუსზე გავახურეთ ტემპერატურა ჩვენი მაშინ რა ქვია ჰაერობელ დუხოვკაში. კი ბატონო და რამდენი წუთი? ეს უნდა შევაგდოთ ახლა 40 წუთი მინიმუმი. მაშინ იმასქენი დაინიშნე. და მე გაჩვენებთ რას გავაკეთებთ. ვიდა 45 წუთი ხალხო და ეს კაცი არის 40 შეხედეთ რა. აი ამ ღვინით კიდევ ერთხელ დაგლოცავთ. ფერია ჩვენი ღვინის. ნახე. და ეს არომატი აქვს ისეთი რომ აი არ ვიცი და თელავში მოვიკითხო იმერლიშვილების ოჯახს. ზაქრო იმერლიშვილმა გამოგიგზავნა. ჩვენი გამომწერები არიან მეუღლე ირმას და აი ღვინოს ხო აი ნუ კახეთი. ღვინით მინდა დავლოცო ამ შესანიშნავი სიტყვით. მართლაც სასწაულია ხალხო ესეთი არომატული. გაგიმარჯოთ, აი არ ვიცი რა, გაოგნებული ვარ და აი ადამიანებმა ესე კეთილი გულით გამოგიგზავნეს და კახეთს მივესალმებით. ეხლა რას ვაკეთებ? ვაყრი ხო სანდრო? ეხლა აი მეორე მეგრული ინგრედიენტი, მეგრული სულგუნი რა თქმა უნდა. ხო, აი სად იყვნენ ფრანგები, მეგრელები რომ სულგუნი ამოყავდათ. და აი ეხლა უნდა ესე ნახეთ ეს ბოლო შტრიხები, აი ესე უნდა. ეს არის ფრანგული მეგრული ხორცი по-французски, по-мигрельски. по-мигрельски. по-французски, по-мигрельски. ინაცვალე ჩემ მეგრელებს, ჩემს კახელებს, ჩემს კარგად დავაყაროთ. ყველას ვენაცვალე, ჩემი საქართველოს, ჩემ რაჭველებს ვენაცვალე. ჩემი შვილი რაჭველია. აი რა ვიცი, აი დაგლოცავთ ხალხო, აი საუკეთესოს. და ისევ შევაბრძანოთ ვიდრე ყველი აღიღებს. სანდრო, საიდან იგონებ აი ასე ჯადოსნურ კერძებს? ის სასურველ არ მინდა ხალხო ყვავილი, ჩემი სანდროა, ჩემი ყვაილი. ებია ჩემი ხო ფრანგი იყო ნახევრად და ივან მასა. ხო. საბოლოო ვარიანტი და ფერი ნახეთ რა. აი ამ ნოტით გემშვიდობებით შემოსაყვარელო გამომწერებო. მე და სანდრო კიდევ ერთხელ გილოცავთ დედის დღეს. ბედნიერები იყავით, გახარებულები იყავით, აი შვილებით გახარებულები. ყველანი ყოფილიყავით, აი ძალიან მიყვარხართ და აი ნახეთ ეს ამბავი გამოვიდა. ეს სასწაული, ერთი სული მაქვს, როდის დავაგემოვნებ, მიყვარხართ.